The Romanians are upset. რუმინელები განაწყენებული არიან. ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არჩევნების გაუქმებაზე ყოველდღე ვერ მოისმენთ. სინამდვილეში ეს აქამდე არასდროს მომხდარა. რა თქმა უნდა, რუმინელებს ცვლილებები სურთ. მათ არც სამთავრობო კანდიდატები და არც ბუქარესტის ამჟამინდელი მერი სურთ. მე ვარ ადამიანი, რომელიც არასდროს ყოფილა მთავრობაში და არასდროს ყოფილა იმათი პარტნიორი, ვინც ეს სახელმწიფო გადატრიალება ხალხის ნების საწინააღმდეგოდ მოაწყო. I do not agree. მე არ ვეთანხმები ნატოს წევრი ქვეყნების საზღვრებს მიღმა ჯარისკაცების გაგზავნის იდეას და არ მგონია, რომ ომის ესკალაცია გამოსავალია. დონალდ ტრამპმა არჩევნებში გამარჯვება სწორედ იმ მანდატით მოიპოვა, რომ ის ხალხს მშვიდობას დაპირდა. ახლა ის ვალდებულია მშვიდობა უზრუნველყოს. So for us it is important. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ მდიდარი სახელმწიფო და კეთილდღეობა შევქმნათ აქ, რუმინეთში. რამდენიმე სტატისტიკას გავეცანი. მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლით საბერძნეთსა და უნგრეთს ჩამორჩებით, მაგრამ ხალხი ამას ვერ გრძნობს. ჩვენ ცხოვრების ყველაზე დაბალი ხარისხი გვაქვს და ვერ ვგრძნობთ ევროკავშირის წევრობისგან მიღებულ სარგებელს. ამრიგად, ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ჩემს ხალხს, როგორც ნატოსა და ევროკავშირის წევრებს, ჰქონდეს ნორმალური ცხოვრება აქ, სახლში და არ მოუწიოს საზღვარგარეთ მუშაობა, სხვა სახელმწიფოების ბიუჯეტის შევსება. About LGBT rights. რაც შეეხება LGBT უფლებებს, არაფერი, რაც მათ აქვთ, არაფერს შევეხები. არავინ დაზარალდება. ყველას უფლება ჰქონდეს ისეთი სექსუალური ორიენტაცია, როგორიც სურს. We just had our prime minister sacked. ჩვენ ახლახან გავუშვით პრემიერ-მინისტრი. მათ არ აქვთ უმრავლესობა. უმრავლესობის მოპოვება გაუჭირდებათ. რა თქმა უნდა, გქონდა გარკვეული იდეები პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებზე, მაგრამ ახლა განსაკუთრებულ მდგომარეობაში ვართ. ჩემი და ბევრი რუმინელის აზრით, ლეგიტიმური პრეზიდენტი კალინ ჯორჯესკოა და თუ ის მოინდომებს, თუ პრემიერ-მინისტრობას ითხოვს, მე მას წარვადგენ, რადგან მას რუმინელებმა მისცეს ხმა, პატივს ვცემ დემოკრატიას.